5-2 მეოთხე მაგალითი. მოცემულია ფუნქციები f(x) უდრის x კვადრატს პლუს 2x მინუს 2. gx უდრის 3x პლუს 4. fx უდრის x კვადრატს პლუს 2x პლუს 2. yx უდრის x კვადრატს მინუს 2. გვაქვს 6 მოთხოვნა. სანამ ამ მოთხოვნებს პასუხს გავცემდეთ, წინასწარ შევასრულოთ გარკვეული გამოთვლები. ის გამოთვლები, რაც მოგვეთხოვება იმისათვის, რომ შეკითხვებზე შევძლოთ პასუხის გაცემა. პირველი, გამოვთვალოთ f0. ესე იგი, fx უდრის x კვადრატ პლუს 2x მინუს 2 გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ 0. მივიღებთ, რომ f0 უდრის მინუს 2-ს. ახლა გამოვთვალოთ f2. fx-ის ანალიზურ გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ 2. შევასრულოთ გამოთვლები. მივიღებთ, რომ f2 უდრის 6-ს. f4. ესე იგი, fx-ის ანალიზურ გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ 4. შევასრულოთ გამოთვლები. მივიღებთ, რომ f4 უდრის 22-ს. f3. ანალოგიურად fx-ის ანალიზურ გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ 3. შევასრულოთ გამოთვლები. მივიღებთ, f3 უდრის 13-ს. ახლა გამოვთვალოთ g0. gx უდრის 3x პლუს 4-ს. ჩავსვამთ x-ის ნაცვლად 0-ს, მივიღებთ, რომ g0 უდრის 4-ს. g1. x-ის ნაცვლად ჩავსვათ 1 და შევასრულოთ გარდაქმნები. მივიღებთ, g1 უდრის 4-ს. g-2. gx-ის ანალიზურ გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ -2. შევასრულოთ გამოთვლა. მივიღებთ, g-2 უდრის -2-ს. s-3. ანალიზურ გამოსახულებაში sx უდრის x კვადრატს პლუს 2x პლუს 2. x-ის ნაცვლად ჩავსვათ -3. შევასრულოთ გარდაქმნა. მივიღებთ, s-3 უდრის 5-ს. გამოვთვალოთ s5. fx-ის ანალიზურ გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ 5 და შევასრულოთ გამოთვლები. მივიღებთ, s5 უდრის 27. ახლა გამოვთვალოთ y3. ანალიზურ გამოსახულებაში yx უდრის x კვადრატს მინუს 2. ჩავსვათ x-ის ნაცვლად 3. მივიღებთ, რომ y3 უდრის 7-ს. y1. yx-ის ანალიზურ გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ 1. მივიღებთ, რომ y1 უდრის -1-ს. y4. ანალიზურ გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ 4. მივიღებთ, y4 უდრის 14-ს. s2x. s-ის ანალიზურ გამოსახულებაში x კვადრატ პლუს 2x პლუს 2. x-ის ადგილას ჩავსვათ x-ის ადგილას ჩავსვათ 2x. მივიღებთ, 4x კვადრატს პლუს 4x პლუს 2. gx მინუს 2-სა. gx-ის ანალიზურ გამოსახულებაში 3x პლუს 4. x-ის ადგილას ჩავსვათ x მინუს 2. გავამარტივებთ, მივიღებთ, gx მინუს 2-სა უდრის 3x მინუს 2-ს. g-8. gx-ის ანალიზურ გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვათ -8. შევასრულოთ გამოთვლა. მივიღებთ, g-8 უდრის -20-ს. ამის შემდეგ დავიწყოთ პასუხი გავცეთ იმ ნაწილებს, იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩამოყალიბებული იყო
მეოთხე ამოცანაში. პირველი მოთხოვნა. უნდა შევადაროთ ერთმანეთს F0 და G0. როგორც ზემოთ გამოვთვალეთ, F0 უდრის -2-ს, G0 უდრის 4-ს. ხადია, რომ G0 მეტია F0-ზე. მეორე მოთხოვნა. ერთმანეთს უნდა შევადაროთ F-3 და F2. როგორც ზემოთ გამოვთვალეთ, ნახეთ, რომ F-3 უდრის 5-ს, F2 უდრის 6-ს. აქედან გამომდინარეობს, ხადია F2 მეტია S-3-ზე. მესამე მოთხოვნა. უნდა შევადაროთ ერთმანეთს Y3 და Y1. ზემოთ ნახეთ, რომ Y3 უდრის 7-ს, Y1 უდრის -1-ს. ხადია Y3 მეტია Y-1-ზე. მეოთხე, ერთმანეთს უნდა შევადაროთ G-2 და F4. ზემოთ გამოვთვალეთ, რომ G-2 არის -2, F4 არის 22. ხადია F4 მეტია G-2-ზე. მეხუთე მოთხოვნა. უნდა ვიპოვოთ F3-ის, G1-ის, S5-ის და Y4-ის -3-ის საშუალო არითმეტიკული. ხადია ეს იქნება ამათი ჯამის შეფარდება 4-დან. ესე იგი F3 + G1 + S5 + Y4 -3 უნდა გავყოთ 4-ზე. როგორც ზემოთ ნახოთ, F3-ია 13, G1-ია 7, S5-ია 37, Y4-ია 14. ამ რიცხვების ჯამს, ესე იგი 13 + 7 + 37 + 14 - 3 გავყობთ 4-ზე და ვღებულობთ 17-ს. ესე იგი F3, G1, S5 და Y4 -3 რიცხვების საშუალო არითმეტიკულია 17. ახლა გავცეთ პასუხი მეექვსე მოთხოვნაზე. უნდა ამოვხსნათ უტოლობა S2x - 4-ის ნამრავლი G(x) - 2-ისა -6 მეტია ტოლი 0-ზე. ზემოთ ნახეთ, რომ S2x უდრის 4x² + 4x + 2. ასევე ზემოთ ნახეთ, რომ G(x - 2-ისა არის 3x - 2. თუ ამათ გავითვალისწინებთ, მივიღებთ, რომ 4x² + 4x + 2 -12x + 8 -6 მეტია ტოლი 0-ზე. აქედან მივიღებთ x - 1 კვადრატი მეტია ტოლი 0-ზე. გამოდის, რომ ამ უტოლობის ამონახსნია მთელი რიცხვითი ხეზი. ესე იგი x-ი ეკუთვნის R-ს. ახლა პასუხი გავცეთ მეშვიდე მოთხოვნაზე. მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში. უნდა ვიპოვოთ გამოსახულების კვადრატული ფესვი G-8 + F4 + 14-დან გამოსახულების რიცხვითი მნიშვნელობა. ზემოთ ნახეთ, რომ G-8 არის -20, F4 არის 22. ამიტომ მივიღებთ კვადრატული ფესვი -20 + 22 + 14-დან. ეს კი შეადგენს 4-ს.